I'm kind of like the guy that looks out for all the kiddies in the park. Otherwise, there'll be nobody to take care of them. 1, 2, 3. This cocksucker here, I found him in a storm drain. Urban სპორტის დღევანდელი თემა არის ამერიკული ფეხბურთი ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტის სამსახიობას უამრავი გულშემატკივარი ყავს კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავენ იმისთვის რომ რეკლამები განათავსონ NFL-ის ფინალის დროს ანუ სუპერბოლის დროს ვნახოთ რა სიტუაციაა საქართველოში და გავეცნოთ სპორტის ამ ძალიან საინტერესო სახეობას Follow me on a journey to see a for real MC. The mind tricks the body, body thinks the mind is crazy. Whatever's lazy when I get the flow, I'm swayzy. I break, you take whatever type of shit the nigga buckshot make. The incredible, lyrical, and original. You the killer bull if you wanna take a pull. Whatever I see, I attack. Talk off my back, black nigga, fuck that. The devil lurks and my heart hurts for the hell. Look into the eyes of a nigga who fell. I hit my head on the concrete to beat the feet. Another dead nigga in the street. Bullseye, direct hit, don't miss. But how many MCs must get this? How many MCs must get this? How many MCs must get this? Get this. How many MCs must get this? How many MCs must get this? When they get the flow. How many MCs must get this? How many MCs must get this? Get this. გუნდური სპორტის სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამასთანავე კონტაქტური და ტრამული ამერიკული ფეხბურთია, რომელიც რაგბისა და ევროპული ფეხბურთის შერწყმის შედეგად შორეულ 1879 წელს დაიბადა. ამერიკული ფეხბურთის ნათლიმამად ვოლტერ კამპი მიიჩნევა, რომელმაც საბოლოო სახე მისცა სპორტის სამსახეობის ძირითად პრინციპებს. საქართველოში ამერიკული ფეხბურთის წესები ბევრმა არ იცის. მოკლედ გავეცნოთ ამ თამაშის ზოგიერთ თავისებურებას. ამერიკული ფეხბურთის გუნდში არის ორი განსხვავებული შემადგენლობა. როდესაც გუნდი ბურთს ფლობს, მოედანზე გამოდის შემტევით 11-ეული. როდესაც მოწინააღმდეგეს აქვს ბურთი დაცვითით 11-ეული ერთობა თამაში. გუნდის საბოლოო მიზანია მეტოქის შათulis მოედანში შეაღწიოს და ტაჩდაუნი დადოს. ბურთის ფლობის შესანარჩუნებლად გუნდს აქვს 4 ცდა, რომ ბურთის გათამაშების წერტილიდან წინ დაახლოებით 10 მეტრით წაიწიოს. თუ ეს არ მოხერხდა, ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემა. შეტევის სტილი შეგვიძლია უხეშად ორ კატეგორიად დავყოთ. პირველი, როდესაც გუნდი ცდილობს წინ პასის მეშვეობით წაიწიოს. ასე დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს quarterback-ის, ანუ მთავარი გამთამაშებლის ზუსტ მოქმედებას. Quarterback-ი არის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. იგი წარმართავს გუნდის თამაშს. მას უნდა კონდეს ძალიან მაღალი სათამაშო ინტელექტი, მოედნის ხედვა და პასის სიზუსტე. ფლანგის მოთამაშეს დამჭერი, იგივე wide receiver-ი ეწოდება. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის მოვალეობაა quarterback-ის მიერ ნასროლი ბურთების დაჭერა. Wide receivers უნდა კონდეს სიმაღლე, სისწრაფე და რთული პასების დაჭერის ოსტატობა. შეტევის მეორე უფრო უსაფრთხო სტილია ბურთის წაღება, მორბენლის, იგივე running back-ის მეშვეობით. ასეთი ტაქტიკით რთულია მოედნის დიდი მონაკვეთის გადალახვა, მაგრამ იგი უფრო უსაფრთხოა, რადგან ასე დროს ბურთის ჩაჭრისა და დაკარგვის ნაკლები ალბათობაა. მწვრთნელები ამ მეთოდს ხშირად იყენებენ ბურთის შესანარჩუნებლად და ახლო მანძილიდან ტაჩდაუნის დასადებად. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დამრტყმელს. თუ გუნდი ვერ ახერხებს 3 წლის მერე 10 მეტრიანი ხაზის გადალახვას და იქმნება ბურთის დაკარგვის საშიშროება, ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი იშვიათად რისკობს და როგორც წესი დამრტყმელს ავალებს ბურთის რაც შეიძლება შორს მოგერიებას, ან პოზიციიდან გამომდინარე კარში დარტყმას. გუნდში დიდი როლი აქვს დაცვის ხაზს. ამ პოზიციის მოთამაშეები ცდილობენ გამქცევს დიდი მანძილი არ მოაგებინონ და ადგილზე შებოჭონ. ასევე მათი მოვალეობაა შემტევი ხაზის ბარიერი გაარღვიონ, quarterback-ამდე მიაღწიონ და მას პასი არ გააკეთებინონ. დაცვით თამაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამზღვევს, იგივე safety-ს. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის მოვალეობაა შემტევი გუნდის თამაში წაიკითხოს, გრძელი გადაცემები ჩაჭრას და ასევე გაქცეული მოთამაშეები შეაჩეროს. ამერიკულ ფეხბურთში კიდევ უამრავი ნიუანსია, თუმცა ვფიქრობ დასაწყისისთვის ეს საკმარისია. საქართველოში ეხლა იდგამს ამერიკული ფეხბურთი ფეხს, არსებობს ფედერაცია, რომელიც განაგებს სპორტის ამ სახეობას, რომელსაც მუშაობენ ძალიან მონდომებული ადამიანები. არსებობს საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც ყავს იტალიელი მწვრთნელი, იქაც ძალიან მონდომებული ბიჭები არიან. ნახოთ რა სიტუაციაა ვარჯიშებზე, გავეცნოთ რამოდენიმე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე.
ვაკეში ფიზკულტურის უკან მოუვლის სტადიონზე ვარჯიშობს საქართველოს ნაკრები ამერიკულ ფეხბურთში. ენთუზიასტი ადამიანები დაკომპლექტებული გუნდი უპრეტენზიოდ ცდილობს საქართველოში სპორტის სამსახიობის განვითარებას. არანაირი დაფინანსება, არანაირი ფინანსები, მხოლოდ მონდომება და ამერიკული ფეხბურთის სიყვარული. საქართველოს ნაკრებში სამოყვარულო დონის კვალობაზე საკმაოდ კარგი შემსრულებლები თამაშობენ. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს. 2010 წელს დავიწყე ამ სპორტის ცხოვრება. ეს პირველი დარტყმა მომაკენა ამ სპორტთან თავის ჰაილაითებით და ფუმფაფებით, მძიმე ნაწყვეტებით, დაჯახებები და ტაჩდაუნები და ყველაფერი იყო. მერე დავიწყე ფილმების ყურება და აი როგორც გერმანელებმა მოახდინა ეს პოლონეთში ბლიცკრიგის შეტევა, ისე მოახდინა ამერიკულ მატჩებს. წამებში შემაყვარა ქუჩაში მოვიდოდა ჩაუბრა და დავინახე ერთ ჩვენი გუნდელი ბურთით ხელში რა ამერიკული ფეხბურთი და ეგრევე ვიცანი თან დიდი ხანი არაც მინდოდა შემოსვა რა ამ სპორტზე რა ხო და მივედი და მეთქი სად ვარჯიშობთ როგორ ვარჯიშობთ მითხარით თქვა და რავი ეხლა გვაქვს ვარჯიშობთ ვინა წამოვიდა მეთქი წამოვიდა იმის მერე შემოვიდა და დავიწყე რა ძალიან შემიყვარდა სადაც აი ცოტა ხანში 2 თვე სპორტისთვის ძალიან ცოტა დროა რა და უკვე ძალიან შემიყვარდა თან გამოცდილება მაქვს რაგბის დავდიოდი რა მანამდე და შევაფასე და მართლა ძალიან მაგარი სპორტია რთულია ამავდროულად და ის სული და ის ყველაფერი დევს რაც სპორტში უნდა იყოს რა ვფიქრობ რომ კაი სიტუაცია იქნება უფრო და უფრო განვითარდება ყველაფერი რა ძირითადად ჩვენ მართლა მათეს დავეთანხმები ჩვენი ტრენერისგან ვიღებთ ყველა მაგალითს თუნდაც იმ გუნდურ სულისკვეთებას ბევრი რაღაც გვასწავლა ძალიან გამოცდილია და ვფიქრობ რომ ეს სამომავლოდ დაგვიფასდება და სამომავლოდ ფილს თუ არა ევროპას მაინც ვითამაშებ. ჩემი პოზიცია არის ლაინბეკერობა ან დაცვის ხაზში ან ცენტრი ასე ვთქვათ დაცვის კაპიტანი რა ანუ ეგადგენს ყველაფერს დაცვაში როგორ უნდა შეუტიონ და როგორ უნდა წაართვან ბურთი ანუ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უნდა ფიქრობდე წინ როგორ უნდა იყო ანუ იმათი პოზიციაც უნდა გათვალო და შენიანებიც უცებ უნდა დაალაგო ანუ რთული პოზიციაა და ძალიან ასე ვთქვათ ტრამული და ნუ ეგ მიზიდავს რა ზედათ ამ პოზიციაში რომ დაჯახება ჩემი თავარი და დაჯახება რომ ვიღაცას რა ვიცი სასწავლო დავიჯახო რაღაც ანუ მაგითი ადრენალინი ცუდად არ გამიგოს მაგრამ ადრენალინიზებულობ და ანუ მომწონს საძან რომ ვიღაც ვეჯახები რაღაც ანუ ხა დამტრევა და ვიღაც იმაზე არ ვფიქრობ მაგრამ ნუ დაჯახება მომწონს თვითონ ეს მომენტი რა ამერიკული ფეხბურთი მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე კონტაქტური სპორტი საშუალოდ NFL-ში 3 წელიწადი თამაშობენ მოთამაშეები რა ძალიან ცოტაა უამრავი ტრამვებია შესაბამისად მოთამაშეებს სჭირდებათ დამცავი ეკიპირება ერთ-ერთი არის შაულდერფედი რომელიც უნიშნელოვანესი არის ამ ეკიპირებისთვის იგი იცავს მოთამაშეებს სერიოზული შეჯახებების დროს თან ამერიკულ ფეხბურთის განსხვავებაც აქვს რომ აქ უბურთო მოთამაშეზეც არის შეჯახება კონტაქტი რაც კიდევ უფრო ტრავმატულს ხდის ამ სპორტს და მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილი ამ ეკიპირების ჩაცმაც არის იმიტომ რომ უკვე მე-10 დუბლს ვიღებ და ვერ ჩავიცვი ეს მაისური მე მოგეხმარებ გადავლახეთ ყველაზე რთული მომენტი ჩვენი გადაღების ჩაცმა ეკიპირების რაც მართლა ურთულესი გამოდგა 30 დუბლი დამჭირდა ამის გადასაღებად თუმცა წარმატებით მოახერხე საბოლოოდ მაისურის ჩაცმა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ელემენტი ეკიპირების დამცავ ეკიპირების ეს რა თქმა უნდა არის შლემი თავის არე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო არის შეჯახების დროს ამიტომაც აუცილებელია ძალიან სერიოზული დამცავი შლემის ქონა ერთ რამეში კი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად გაუმართლა. მათ პროფესიონალი მწვრთნელი ყავთ. იტალიელი ალესანდრო მონტი, რომელიც დიდი ხანია ამერიკული ფეხბურთით ცხოვრობს. ბოლონიის ნეპტუნსში ნამუშევარი საერთაშორისო კატეგორიის სპეციალისტი სრულიად უსასყიდლოა. თავიდან ბოლომდე ენთუზიაზმის ხარჯზე ავარჯიშებს გუნდს და აცნობს მოთამაშეებს ამერიკული ფეხბურთის რთულ ტაქტიკურ მონახეს. საქართველოს ნაკრების განვითარებაში იტალიელი სპეციალისტის როლი მართლაც უდიდესია. Il mio interesse per il football ამერიკული ფეხბურთი პირველად 1980 წელს ნახე. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი და იტალიაში ტელევიზიით უჩვენეს სუპერბოლი. ამან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მოგვიანებით, როდესაც საცხოვრებლად ბოლონიაში გადავედი, აღმოვაჩინე, რომ იქ ამერიკული ფეხბურთის გუნდი არსებობდა. თავიდან საყურებლად დავდიოდი, შემდეგ თამაშიც დავიწყე. ამის შემდეგ მე და ჩემს მეგობარს საკუთარი გუნდის შექმნის იდეაც დაგვებადა და ასე გაჩნდა ბოლონია ნეპტუნსი, სადაც საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავე. საქართველოსთან ჩემი კავშირი ოჯახიდან გამომდინარეობს. მეუღლე ქართველია, ერთი შვილი იტალიაში დაიბადა, მეორე საქართველოში. გადავწყვიტეთ, რომ აქ ყოფილიყავით.
ამერიკული ფეხბურთის შესახებ შემთხვევით გავიგე. მეგობარმა მითხრა, რომ არსებობდა ფედერაცია და ბიჭებიც მონდომებულები იყვნენ. ბევრი არ მიფიქრია, მივედი და დახმარება შევთავაზე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ. უამრავი რამაა გასაკეთებელი, მაგრამ იმ ენთუზიაზმით, რომლითაც ჩვენ ვართ განწყობილები, სწრაფად მივიწევთ წინ. მე უდიდესი ამოვნებას ვიღებ მუშაობისგან. ვარჯიშების პროცესი სპორტში ძალიან მნიშვნელოვანია. ბიჭებს ჯანი არ დაეწუნებათ, მაგრამ ტაქტიკურად უამრავი სამუშაო გვაქვს. სწორი ბლოკი, სწორად გადაადგილება, სწორი პასი, ეს ამერიკული ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, რომლების დასახვეწად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო. ხვდები, რომ ჩემზე ბევრია დამოკიდებული. ეს უფთაფურცელზე ჩანაწერების კეთებას ჰგავს, რასაც ძალიან დიდი აზარტი აქვს. პრობლემებს რაც შეეხება სერიოზულად დღეს დისციპლინის საკითხი. ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. არის ენის პრობლემაც. ეს სერიოზული, მაგრამ მოგვარებადი დაბრკოლებაა. თავი კი ისაა, რომ ეს სპორტი მენტალურად ძალიან კარგად ზის ქართველების ხასიათში. ამერიკულ ფეხბურთში მთავარი არა მარტო ფიზიკური ძალა და თავის დაცვა, არამედ პარტნიორებზე, თანაგუნდელებზე ზრუნვაცაა. მოკლედ პერსპექტივაში მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთავარია თავდაუზოგავი შრომა, ამ შემთხვევაში კი წარმოუდგენელი არაფერი. Start from the beginning, we always hitting, so yo, there'll be no extra innings. As I send the mic out the park like Reggie Jackson, you be the minor leaguer who sees no action. The coming attraction, what? The main feature, and I'ma greet you like a rhyming ass creature, lurking all up in the dark unknown parts. The brother well prepared is the brother who will start, and that's me, I keep. As long as the ladies move their bodies, we'll have a 4-2 stand, cause that happens to be the nature of man. ჩვენ სამოულ გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ რაღაც ურთიერთობები გვაქვს თურქეთის, უნგრეთის და იტალიის ამერიკული ფეხბურთის ფედერაციებთან. ურთიერთობთ, გეგმავთ ამხანაგურ მატჩებს. ზაფხულის ბოლოს დაგეგმილი გვაქვს იზმირის კლუბთან ამხანაგური მატჩი. საქართველოს ეროვნული ნაკრები მიემგზავრება თურქეთში სათამაშოდ. მომავალ გეგმებში ასევე ბათუმში ვაკლებთ ტურნირის ჩატარებას. სექტემბრიდან სკოლებში შევდივართ, იმიტომ რომ დიდი დაინტერესება უკვე სკოლებიდან, სატესტო სკოლები გვაქვს, სადაც შევალთ და პირველ ნაკადს შევიყვანთ და შემდეგ მოთხოვნის მიხედვით უკვე მე ვიმსჯელებთ გავაგრძელოთ თუ არა სკოლებთან მუშაობა. ვისაც სურვილი აქვს ითამაშოს ამერიკული ფეხბურთი, შეუძლია მოვიდეს სპორტის უნივერსიტეტის მოედანზე, პაკეში. და უანგაროთ უსასოდ შეუძლია ჩაერთოს და ივარჯიშოს შემოგვიმეწოს. Take some time for your mind and get off them head trips. Don't try to play me. See, my name's not Dick. The tribe is the crew that make the mics get lit like the 4th of July on some fireworks shit. My record company be on some true jerk shit, but that's alright. Now I'm on some true work shit, and I'ma make it happen for my whole outfit. You know we got to get control over the illest drum roll.